რამის პირველი საათია, პოლიკ? და რა იყო? პიამოებში ხარ უკვე? გადაგიცდა 9 საათზე დაძინება პაჭუნა? რამის კარია? რა? ამის კვრა. გაიგეთხავ ხო? პაჭო, რა მაგრად იხუბრა? მისტერ იუმორი ნახა რა? ჩაერთო ახლა მეგრული იუმორი. რა გინდა ამოღერღერა? მივხვდი ონლაინ თამაშისას გამოსახულება რატო გიჭედავს ხოლმე? სერიოზულად? რატო? არა ზოგადად კი მკიდია, მაგრამ შენს გამო მთელი თიმი ვაგებთ ძმაო, ხო და უნდა გიშველო. ხო და რატო მიჭედავს მითხარი? შენი ხო ანდროიდი, არა? არა, ძველი ტელევიზორია რაღაც. მგონი რო დავიბადე, მაშინ იყიდა მამაჩემმა. ხო და PlayStation-ის ახალ აპდეიტში თურმე ძველი ტელევიზორები ჩაუხსნიათ და თამაშისას გამოსახულება მაგიტო გეწოვება. და რა უნდა ვქნარო? ტელევიზორი უნდა დაარესეტო. ეგ ვცადე უკვე გენიოსო. არა, სხვანაირად უნდა დაარესეტო, ახლა გეტყვი რა. შედი სეტინგებში და დარესეტებაზე გაუშვი. ჩვეულებრივად, ოღონდ აი გაუშვებ თუ არა, ეგრევე შტემცელიდან გამოაძვრე ტელევიზორი და ეგრე დაიწყება ნამდვილი დარესეტება. კაი, დაიცა. კენი? მაცადე. ეგ შევედი სეტინგებში, factory settings და შტემცელიდან გამოაძროთ. ბიჭო, ახლა ჩავრთო თუ დაველოდო ჯერ? ალო. პოლიკ? არა, ჩაირთე შენი. არა, დამენძრა მომკლავს მამაჩემი. ტიტო, ტელევიზორთან ვინ იყო ბოლოს? ვინ დაიდო ჩემი ცოდვა? რა გაკივლებს კაცო ამ დილაუთენია? 1-2-3 ჯანდაბა მაკივლებს, ტელევიზორი აღარ მუშაობს. რა? გაბუჭებულია და ის, ეხა იძახია, რა? რა მოვიდა კი მარა? დედო რა მოუვიდა და დედა შენი რო იყო გუშინ მოსული და თურქულ სერიალებს უყურებდა, ეგ მოუვიდა. სერიალების ყურებისგან ფუჭდება ტელევიზორი? სირობების ყურებისგან ფუჭდება ტელევიზორი, აბა? სირობების ყურება ადამიანს აფუჭებს, ტელევიზორს კი არა. ბავშვი იმაიმუნებდა რამეს. ვახჩემი. ბავშვი არა ის იმაიმუნებდა კიდე პუტინი. დაურეკედე და შენს და უთხარი ახალი ტელევიზორი გვიყიდოს. რა ვქნა ახლა ხვალ ტორპედოს და ბათუმის დინამოს თამაშია საღამოს. ჩემთან მყავდა ხალხი დაპატიჟებული. ვარგისოსთან უყურე ჩვენ კიდე. მეტი საქმე არ მაქვს ახლა მეზობლებს ის ვალაპარაკო რომ ტელევიზორი ვერ უყიდიაო ემაილსო. წავალ და მე თვითონ ვიყიდი ახალს და დედა შენი სტუმრად რომ მოვა ტელევიზორთან დამჯდარი აღარ დავინახო. რა ხდება, რა ხმაურია? ახლა გაიღვიძა ეს შვიდობის მაძიებელმა. ჩაიცვიმიდი ტელევიზორის საყიდლად მივდივართ. სკოლა მაქვს მე. 1-2-3 სკოლა ახლა შენც არ იყო წარჩინებული პრიადოსანი. რა გინდა ბავშვთან სულათიანები ყავს ყველაფერში. ფეხებზე რომ არ გეკიდო, შენი ოჯახი გეწოდინებოდა. დედო, ტელევიზორის გაფუჭება არ მიყოფოდა თურმე შვილი შკოლნიკი მყოლია. ვიოლინოზე წوار გატარო კიდე. გააბრაზებული ხარ ახლა შენ და ცოფებს ყრი. დაიოკე ნერვები. წამოდი შვილო, წამოდი, შენ უფრო გეწოდინება ახლა კარგი ტელევიზორის სპეციფიკაციები. ბიჭებსაც დაურეკავ და წავიდეთ სულ ყველა რამე ავარჩიოთ. კაი ხო. გაიოს ღობეგლეჯიაშვილი. ვარ. პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი. ვარ. აჰა, პაჭო კაკაჩია. ეგ არ არის მას. საინტერესოა, პაჭო მეგრე გაცდენა არ იცის. თუ ვერ მოდის სულ საქმის კურსში მაყენებს ხოლმე დედამისი. შვიდობა აქვს იმედი ღმერთმა, ყველა მშვიდობით გვამყოფოს შამანის გარდა. ბიოლოგიის საკონტროლო წერას გამოტოვებს ანუ. სადაა ბიჭო შენი თანამძრეველი? ბიოლოგია მაგისგან უნდა გადამეწერა. რა ვქნა ახლა? მეც მაგისგან უნდა გადამეწერა, დაურეკავ რა შესვენებაზე. წყნაური იყოს. ნება მომეცით წარმოგიდგინოთ თქვენი ახალი თანაკლასელი, გაიცანით ეს არტურ არწივიანია. რა გაწივლებს მერე? პოლიკარპე, ჩაიკვინდე ხმა. არტურ შვილო გააგვეცანი, აბა მოგვიყევი შენზე. პრინციპში ახლა ისეთი არც არაფერი არაა მოსაყოლი რა. 8 წელი სომხეთში ცხოვრობდით, მერე საქართველოში გადმოსვლა გავაკეთეთ რა. ვეფხის ყავსანი ვინ დაწერა აბა? ჯამტლეკიაშვილი, ძალიან მოგენატრა დირექტორთან კაბინეტში გასეირნება შენ მგონი. არტურ შვილო და შენი მშობლები ვინ არიან? რავი, ხა დედა ჩემი ისეთი არავინ და მამა ჩემი იმაშია რა ქვია ეს მიწას რო თხრავენ. არქეოლოგი? ხო, პაჩსი ეგ არის კი. მარა შეთავსებით საფუშნიკი აქ დიდად თხრა არავის არ აინტერესებს და. რა საინტერესოა? იცი ისე თარსულაშიც ჩაატარეს გათხრები ამას წინათ და აღმოაჩინეს ტელეფონის კაბელები ძალიან ძველი დროის. რაც იმას ნიშნავს, რომ თარსულაში ძალიან ადრეც კი ჰქონდა სატელეფონო კავშირი, აბა. ნიგრა არის სავატარი, ჩვენთან სომხეთში ჩაატარეს ეგ გათხრები. კი არა და მთელი სომხეთი გადათხარეს ვაფშე და ვერაფერი ვერ იპოვეს. ანუ ჩვენთან პირდაპირ Wi-Fi იყო ეთყობა. აჰა, გასაგებია. კარგი, მიდი დღეს პაჭო არაა და მაგის მერხზე დაჯექი. მოდი დავიწყოთ, აბა. პირველი გაკვეთილი ისტორია გვაქვს.
არგონავტებზე უნდა გვესწავლა სახში როგორც მახსოვს. აბა ვინ მომიყვება გაკვეთილს? ღმერთო გთხოვ, ოღონდ დღეს არა, ღმერთო. აქვს ვინმეს მოყოლის სურვილი თუ მე თვითონ აგარჩიოთ? ღმერთო გთხოვ. ანუ არავის არ უნდა მოყოლა? მაშინ მე თვითონ აგარჩევთ. ვის მოვაყოლო, ვის? ღმერთო? გაიოს მოყევი გაკვეთილი. აი ლოცოს, შენი სახელი. პოლიკარპე ჩაიკმინდე ხმა, თორე ამოგაზრობ მაგენას. ისმენ გაიოს. ისა არგონავტების ლიდერი იყო იასონი იყო მერე? რა უნდათ არგონავტებს? რა უნდათ და ისა მედიას ისა დახმარება სჭირდებოდათ. რისთვის სჭირდებოდათ მედიას დახმარება? ის უნდა მოეპარათ, რა ქვია. რა უნდა მოეპარათ? რა და ისა, რა ქვია, ის ოქროს ისა დიშლა. ოქროს რა უნდა მოეპარათ გაიოს? დიშლა. უი შეგათახსირებულო უზდელი ეს. გამოდი გამოეთრიე კუთხეში დადექი და ორი-ორიანი დაგეწერება რომ იცოდე. და ხვალ მშობელს მომიყვან კიდე. შებრიგო. პოლიკარპე აეთრიე ფეხზე და მოყევი გაკვეთილი. შენი. გააჩნია ხა ბიუჯეტი რამდენი გაქვთ, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ რომ გინდათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ტელევიზორი მინდა. აი ეს კაი ზომისა. ამას რამდენი აქვს ის ღერძები? ჰერცებს გულისხმობს. 144-იანია, როგორც სპორტის მაყურებელს. კი არ გაგისწორდებათ. ნაბა, უბრალოდ გ. 1 2 და 3. ვარგისო, შენსაც რამდენი ცეხი აქვს? ჰერცი. ჩემსაც 60 აქვს, მაგრამ ამას რო უყურებ, მეც ხوار გამოცვალო თქო დავფიქრდი. მეც მინდა გამოცვალო, მაგრამ სადაა ფულები? ფულების მეტი რა არის, კაცო? ფასი რა არის ამ ტელევიზორის? გილოცავთ 60%-იანი ფასდაკლება ამ მოდელზე და 5000 ლარად. კი არ შეძლებთ რომ შეიძინოთ. პირდაპირ ვა, ასწორებს. რა ბედი გაქვს ემაილ? მომენტ კაია რო გაფუჭდა ჩვენი ტელევიზორი, ხო იცი? ეგ ტელევიზორი იყო ძმაო, აი არ ვიცი, ჯორჯ ბუშს ედგა თურმე ეგეთი სახლში. კაი რა, მამა, ძველია, გამოცვალოთ. ბიჭო, ჩვენი ტელევიზორი ვაფშე სხვა დონეა, გაკეთებავთ სადოთ კაცო ჯერ. იქნება კეთდება. ბიჭო, ფულის თემა თუა გასესხებ. როდის იყო ახლა ემაილ კაკაჩიას ფული აკლდა კაცო. უბრალოდ ოჯახის წევრივით იყო ეგ ჩემი ძველი ტელევიზორი. ოჯახის წევრივით კი არა, პაჭო ჯუნიორს ვეძახდი. შვილივით იყო. მიეგამბავია უბრალოდ. სხვა რამეზე ვილაპარაკოთ კაცო. როზე? 1 2 და 3 მოვიფიქრე. რომელს აირჩევდით? შენმა ძმაკაცმა რო გაკოცოს? თუ მანქანაში იჯდე, წინ 6 საათის გზა გაქვს გასავლელი, მაგრად გეძინება, იმენა თვალები გეხუჭება. და მძღოლი ქალია. ამ ძმაკაცმა შემთხვევით გაკოცა? არა სპეციალურად. კაი და ის ქალი დიდი ხანია ატარებს მანქანას? 5 წელი იქნება სადღაც. და ვინმე ხედავს რომ ამ ძმაკაცმა მაკოცა? კი, კაროჩე უბანში ხარ ციმონ ბირჟაზე ჯოკერს თამაშობ და მაგ დროს აკეთებს მაგას. და მანქანაში უეჭველი მეძინება? ანუ შანსი არა რომ არ დამეძინოს? შენ უეჭველი გეძინება კი, მაგრამ ქალს არ ეძინება ის ხოძეა. და ის ძმაკაცი ჯანზეა? ანუ რო რამე გავპიზდაო? ოლიმპიური ჩემპიონია ჭიდაობაში, ვერაფერს ვერ უზამ. ანუ ფაქტიურად გვეკითხები გვირჩევნია საქვეყნოთ მოგვეჭრას თავი და ჩაგვიჯვან კაცობაში თუ მოვკვდეთ. რა ხდება, მამაო? ბიჭო, ელაპარაკე ბაჭოს. ვურეკავ და არიღებს. კიდე დაურეკე. დილის მერე ვურეკავ, ძმაო. სკოლაში არ მოსულა. მშობელს არ დაურეკავს, ტელეფონს არ პასუხობს. ვაიმე? რა ხდება? მოკვდა უეჭველი. რას ბოდავ, ბიჭო? გეუბნები ბიჭო, დაიბრიდა უეჭველი ძმა. ბაჭო, შენ მასწავლი? სკოლა ბოლოს როდის გააცდინა? გახსოვს ვაფშე საერთოდ თუ გაუცდენია? არც ტელეფონს პასუხობს, არც მშობელს დაურეკავს. ეხ, მეგრელო, ახლა ტვინს ვიღა გამიბურხავს ბიჭო. მართლა მოკვდა? არა ძმაო რა, არა. პანაშვიდი უნდა გადაუხადო. აქ სკოლაში უნდა გადაუხადო პანაშვიდი. რას ბოდავ, ბიჭო, წავალ სახში დავადგები და გავიგებ ყველაფერს. შოქშია საწყალი, ვერ იაზრებს ვერაფერს. კაიოს მოკლედ სასახლე დაგჭირდება, კუბო რა. და ფიზკულტურის დარბაზი უნდა მოვაწყოთ სამზიმრის ადგილად. თავი დამანებე რა, პოლიკ. ჯერი მთირკმლის ამბავი არ მომინელებია და პაჭო ცოცხალი იქნება უეჭველი. ეგ არის შენი ძმაკაც პატივისცემა ბიჭო. მარტო რანაირად ვიჩალიჩო ამდენი რამე.
დახმარება ხო არ გჭირდება ძმა? შენ ახალი არ ხარ? კი ძმაო, ახალი ვარ, მაგრამ ამ სკოლაში თუ რამე დაგჭირდეს, ყველაფერს გიჯალიჯებ. მაგარი ბოტასები გინდა? რა ბოტასები, კაცო? კაროჩე, მარტო შენთან გავაკეთებ თქმას რა. Nike-ს და Adidas-ს ჩემგან მიაქვთ. მე 10 მაგ პასებში ყიდავენ ძმა. სასახლე მინდა, კაცო, კუბო. რა პრობლემაა ძმა, ვიჩალიჯოთ. კაი ძმაო, კაიოს. გააჭვიდა გასტრიალდი ძმა. მე და არტურას პანაშვიდი გვაქვს დასაგეგმი. ნუ ხრა კაცი წაიქცა ბიჭო. მოდი წავიღოთ ახლა ეს ჩემი ანტიკვარი ტელევიზორი, ჩემი პაჭო ჯუნიორი. აუ ოთახში ტელეფონი დამრჩა, ავალ ჩამოვიტან და წავიღოთ. მიდი ხო, ოღონდ ჩქარაკენი. როგორ ბიჭო, აი, როგორ გული მწყდება რა, როგორ გული მწყდება სიმონ, ეს რა დაგვემართა კაკაჭიების ოჯახს. ღმერთო რა დავაშავე, რა მინდოდა ამ დღის გათენება საერთოდ. ისა ემაილბიძია. ვახ, ჭახანშვილო ხო გისმენ? რა მოხდა, მართლა მოკვდა? შენც გაიგე უკვე? ჩემი პაჭო ჯუნიორი მოკვდა. დილით გამოვედი ოთახიდან და საერთოდ ჩუსტო არ ქონდა წიე. ვახ, რა სამბობდო? ექიმებმა რაო? რავი, ახლა ჩამოვა ის და ექსპერტიზაზე უნდა წავიღოთ, იქნება რამე გვითხრან. ვახ, რა სამბობდო? ვახ, ჩემი პოლიკ. ისმენთ ქალების სულთა მფრობელო. მართლა დაღუპულა ბიჭო. რა? ხო, მამამის ვებაზრე დილით უპოვია თურმე მკვდარი. არ არსებობს. ეს ეპიზოდი შენ უნდა დაასრულო. დათარსულების მაყურებლებს შესაძლებლობა გეძლევათ, რომ მონაწილეობა მიიღოთ სერიალის შექმნაში. ამ ვიდეოს კომენტარებში დაწერეთ თქვენი იდეები. რა შეიძლება შეემთხვეთ პაჭოს და ემაილს, რომელსაც ახალი ტელევიზორის ყიდვის ფული არ აქვს. საღამოს კი მეგობრებს ელოდება ფეხბურთის საყურებლად. კომენტარებში დაწერეთ, რა შეიძლება მოხდეს სკოლაში, სადაც პოლიკა არტურას დახმარებით პაჭოსთვის პანაშვიდის გადახდას აპირებს. თანაც ჭახანას ზარის შემდეგ მთელ სკოლას ჯერა, რომ პაჭო მართლა მარილზე გავიდა. მე საუკეთესო კომენტარებს ამოვარჩევ და მათი დახმარებით შევქმნი ამ ეპიზოდის მეორე ნაწილს. მოუთმენლად ველოდები თქვენს გიჟურ იდეებსა და ხუმრობებს. ყველა გამოყენებული იდეის ავტორი სპეშალ ეპიზოდის მეორე ნაწილის ბოლოს იქნება ნაჩვენები. ერთად შექმნათ სრულიად გიჟური ეპიზოდი. ანუ თქვენი ეპიზოდი.